მანდა შემოგთავაზოთ ვიდეო ქესის როლებზე, ქალის და კაცის როლებზე. ადრე გქონდა ვიდეო გაკეთებული მშობლების მოდელებზე და რაღაცნაირად მისი გაგრძელება მინდა ახლა შემოგთავაზოთ. როგორ არიცით, ცოტა ეზოთერულადაც გავვლი ამ თემას, ფსიქოლოგიურადაც და ასტროლოგიაშიც როგორ კომბინაციებში ჩანს, ხო? ქალის მოდელი, მამაკაცის მოდელი, რუკაში გვაქვს ეს ქალური ენერგიის პლანეტები თუ მამაკაცური ენერგიის პლანეტები. ქალის ენერგეტიკა ზოგადად, ხო, ქალური ენერგეტიკა. ეს არის მშვიდობიანი, პასიური ენერგია, ეს იცით, ხო, ინი და იანის თემა. მაგრამ სინამდვილეში როგორ ვლინდება ცხოვრებაში. შეიძლება აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, მე ქალურად ვიქცევი თუ კაცურად. აქ ტემპერამენტს შიგნით რა ხდება ადამიანში, სხვა შეს რუკა ამას აჩვენებს. და რუკაშიც ჩანს და აი ჩვენთვინაც თვითდიაგნოსტიკურად, ეხლა რა არის ასტროფსიქოლოგიის მიზანი, თვითდიაგნოსტიკა, ხო, ადამიანმა დაინახოს იმაზე უფრო ღრმა პროცესები, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, შეიძლება თერაპიაზე გამოჩნდეს, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, კიდევ უფრო მეტი სურათი შეგვიძლია ვნახოთ ხოლმე. როდესაც მოდელებზე არის საუბარი, ქალის მოდელი და მამაკაცის მოდელი, აქ ჩვენ რომელ მოდელს ვცხოვრობთ, ძალიან კარგად არის იდენტიფიკაცია გასაკეთებელი. აქ არ ნიშნავს დედის მოდელს მივყვებთ თუ მამის მოდელს. შეიძლება მამა იყოს ჩვენთვის როგორც პასიური დედის მოდელის მაგვარი, ხო? შეიძლება მამა იყოს უბრალოდ პასიური, იყო მშვიდობიანი, იყო რაღაც პოზიტიური, მომთმენი. ეს უკვე სიგნიფიკატორი არის რაღაც უფრო პასიური ენერგიის. მთავარი არის ჩვენ გავაკეთოთ იდენტიფიკაცია, რომელ როლში ვართ. საერთოდ სათავეს იღებს ხოლმე მშობლების მოდელიდან. ზოგთან არის დაჭერილი ქალებთან განსაკუთრებით აქტიურად ან დედის მოდელი აქვთ, ან მამის მოდელი აქვთ, უფრო მამის ან მამაკაცის მოდელში შედიან ხოლმე. მაგალითად, აი სტერეოტიპულად რო ავიღოთ, კარიერისტი ქალი მაღალი პასუხისგებლობით, რომელიც ოჯახს ესრუნავს, ოჯახის საყრდენივით არის ოჯახის. აქ გავდივართ აი მზისა და სატურნის ენერგია. სატურნი პასუხისგებლობები არის, ეს არის რაღაც იერარქიულად მყარი ენერგია, ზე მამაკაცური ვიბრაცია არის, ხო? როდესაც აქვს ბავშვს დარღვეული აი ეს მოდელები, აქ უკვე გასაგებია რომ როლები არის შეცვლილი, ან საერთოდ ერთ-ერთი როლია ამოვარდნილი მშობლების, ხო? და ეს როლი უკვე რა შეიძლება იყოს, რომ აი ქალური ენერგია, მაგალითად კონცენტრირება ჩემ გრძნობებზე, რაც გრძნობ არ ვიცი. და შეგრძნებებთან კონტაქტი, ქალური მოთმინებაც შეიძლება აღარ აქვს. ქალური პასიური როლი, კაცსაც ჭირდება პასიური როლი, მშვიდობიანობის როლი. ამიტომ რომ ახლა ძალიან ისეთ ქართულად კარგი სიტყვა გვაქვს მუდრუკი.